საქართველოში თქვენ შეძლებთ ბინადრობის უფლების მიღებას, თუმცა არა ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენით. უძრავი ქონების ღირებულება აუცილებლად უნდა იყოს $150,000 ან მეტი და ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ ბინადრობის უფლებას 5 წლის ვადით, რომელიც ყოველწლიურად ახდება. ხოლო თუ განახორციელებთ ინვესტიციას $300,000 ღირებულების უძრავ ქონებაში, მაშინ იღებთ ბინადრობის უფლებას, რომელსაც ინვესტორის ბინადრობის ნებართვა ჰქვია და იგი ახდება 5 წელიწადში ერთხელ. ამის საფუძველზე 5 წლის შემდეგ შეგიძლიათ განაცხადოთ მუდმივი ბინადრობის უფლების მიღებაზე. ასე რომ საქართველოში ნებისმიერი უძრავი ქონებიდან ვერ მიიღებთ ბინადრობის უფლებას. ამიტომ სანამ უძრავ ქონებას შეიძენთ, აუცილებლად უნდა იკითხოთ, შეძლებთ თუ არა ამ უძრავი ქონების მეშვეობით ბინადრობის უფლების მიღებას, თუ არა. თუ გჭირდებათ რაიმე დეტალი საქართველოში უძრავი ქონების საშუალებით ბინადრობის უფლების მოპოვების შესახებ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და დაგეხმარებთ. ამათი გვერდი Facebook-ზე, Instagram-ზე, სხვა გვერდები აქვს, ამათ გვერდზე, აი სავსე გვერდი საქართველოში სხვა უძრავი ქონების რეკლამებით არაბულად. როგორ წარმოგიდგენთ, ვისთვის არის ეს ვიდეოები? მით უმეტეს აი სარეკლამო ვიდეო იწყება ბინადრობის უფლების მიღების თემაზე საუბრით, ხო? ანუ ეს არის სარეკლამო თემა და როგორ წარმოგიდგენთ რა არის საფუძველი იმის, რომ აი ამ ტექსტით იწყება სარეკლამო ვიდეოები, ხომ არა ის, რომ საქართველოს მიმზიდველობა არაბი კლიენტებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ აქ ბინადრობის უფლება მოიპოვონ და ეს ადამიანი უხსნის თავის პოტენციურ კლიენტებს, რომ აი ჩვენთან თუ შეიძენთ ბინადრობის უფლებას გაყიდინებთ, აქ $150,000 და ზემოთ უნდა იყოს ღირებულება ამ ქონების და ასე კანონის ფარგლებში ჩვეულებრივად თუ პრობლემა პროცედურა ავტომატურად კანონის ფარგლებში ყიდულობ ამ ფასის ბინას იღებ ბინადრობის უფლებას. $300,000-ზე ძვირ ბინას თუ ყიდულობ, იღებ 5 წლიან ბინადრობის უფლებას და 5 წლის შემდეგ სამუდამო ბინადრობის უფლებაზე გადაგაქვს უკვე ავტომატურად შენი სტატუსი, ხო? და ეს არის რეკლამა კეთდება ამაზე, იმიტომ რომ ამ მოტივით ყიდულობენ არაბები საქართველოში. არაბულად კეთდება რეკლამები არაბებისთვის ამ თემით და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ აი ბევრი ეყიდებათ ნეტა ამათ თუ ცოტა ეყიდებათ, აი კიდე ერთი სარეკლამო ვიდეო. თბილისში ნებისმიერ პროექტს, რომელიც თავში მოგივართ, საუკეთესო ფასებსა და საუკეთესო სამუშაოს შემოგთავაზებთ. მაგრამ მე პირადად არ მიყვარს ნებისმიერ პროექტზე მუშაობა. მე მიყვარს ხალხისთვის სარგებლის მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი პირადად ჩემთვის ყველაზე ნაკლებად მომგებიანია. ჩემი მოგება ფული არ არის. ჩემი მოგებაა, როდესაც კლიენტს მოჰყავს სხვა კლიენტი და მეუბნება ღმერთმა დაგლოცოს. თუ გსურთ სწორად განახორციელოთ ინვესტიცია მშენებარე პროექტში, აქ დაგვრჩა ბოლო ბინები, რომელთა ჩაბარებაც იგეგმება 2027 წელს. დარჩენილია 2 ბინა მე-7 სართულზე, 46 კვადრატული მეტრი და 46 კვადრატული მეტრი და 1 46 კვადრატული მეტრი ბინა მერვე სართულზე. გამოიყენეთ შესაძლებლობა, სანამ ფასები გაიზრდება. 18 რიცხვიდან გვექნება ახალი ფასები. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა და გააფორმოთ საკუთრება 2027 წელს. ხოლო როდესაც შენობა დასრულდება, გადაიხდით მხოლოდ ავეჯის მოწყობის საფასურს. ანუ კორპუსში დარჩენილი აქვს 2 ბინა. აი ეს კომპანია სულ არაბულად აკეთებს, არის შეხვიდეთ არაბული რეკლამებია. არაბებისთვის და კორპუსში დარჩენილი აქვს 2 ბინა. მასიურად იყიდება, ისე კი არ არის რომ ამათ რაღაცა ყიდველები უჭირთ კეთს.